უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალური მიზანია, ისევე როგორც ნატოში უკრაინის გაწევრიანება. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. როგორც პიტ ჰექსეტმა განმარტა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ევროპულმა და არაევროპულმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ. თუმცა თუ უკრაინაში სამშვიდობო ძალები განლაგდებიან, ეს ნატოს მისიის ფარგლებში არ უნდა მოხდეს. პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში სამხედრო კონტინგენტს არ გაგზავნის. ჩვენც თქვენს მსგავსად გსურს სუვერენული და განვითარებული უკრაინა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებზე დაბრუნება არარეალისტური მიზანია. ამ ილუზიური მიზნისკენ სწრაფვა მხოლოდ გაახანძლივებს ომს და მეტანჯვას გამოიწვევს. გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინისთვის უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ომი ისევ არ დაიწყება. ეს არ უნდა იყოს მინსკის მესამე შეთანხმება, თუმცა შეერთებულ შტატებს არ ჯერა, რომ უკრაინისთვის ნატოს წევრობა არის მოლაპარაკების გზით დარეგულირების რეალისტური შედეგი. ამის სანაცვლოდ უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია უნდა იყოს მხარდაჭერილი უნარიანი ევროპული და არაევროპული ჯარებით. თუ ასეთი ძალები განთავსდებიან როგორც მშვიდობის მყოფელები უკრაინაში რაიმე ეტაპზე, ისინი არ უნდა განთავსდნენ ნატოს მისიით და მეხუთე მუხლი მათზე არ უნდა ვრცელდებოდეს. ასევე შეხების ხაზზე უნდა იყოს ძლიერი საერთაშორისო მონიტორინგი. კაფიოთ რომ თქვა, უსაფრთხოების არც ერთი გარანტიის ფარგლებში უკრაინაში ამერიკული ძალების განთავსება არ მოხდება.